Არის გაუფასურებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოსმენების კანონზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა იყო. ის, რაც პარლამენტში ხდებოდა, ყოფილი პრემიერისთვის დემოკრატიის ზეიმია. თავად კანონის შინაარსზე ივანიშვილს დღეს არ უსაუბრია, თუმცა აქცენტი იმ პარტიებზე გააკეთა, ვინც უმრავლესობის მიერ წარდგენილ პროექტს წინააღმდეგობა გაუწია. და ნათია მღებრიშვილთან განვაგრძობთ საუბარს. ნათია, ბიძინა ივანიშვილი დღეს ირაკლი ალასანიას განცხადებებსაც გამოეხმაურა, რას პასუხობს ყოფილი პრემიერი, ასევე ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს. პასუხად ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ალასანიას მენეჯმენტი დაუწუნა. დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ბიძინა ივანიშვილი შეეხო ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს და აღნიშნა, რომ როდესაც ის იყო მინისტრი, საკმაოდ ბევრი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა უწყებაში. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ზუგდიდში ჩატარებული არჩევნებიც გაიხსენა. პრობლემები ჰქონდა მას მენეჯმენტში და მე არაერთჯერ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი. მენეჯმენტში პრობლემა გახდა თუ გნებავთ ის, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე საჯარო ახსოვლების სამინისტრომ რაღაც ერთ ორ კვირაში გადაალაგეს კვების საკითხი თავის სამინისტროებში და საუკეთესო კვება დაუნიშნეს თავის თანამშრომლებს. ირაკლი ალასანიამ ეს ვერ მოახერხა ჩემი პრემიერობის პერიოდში, მთელი ერთი წლის განმავლობაში 4 ტენდერი ჩაშალა. ისევ ძველი კომპანია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დაფუძნებული და ემსახურებოდა მომარაგებას. ისევ ის კომპანია ემსახურებოდა და ძალიან უამრავი მოწამლები და დიარია ჰქონდათ. კიდევ ერთ შევახსენებდი, რომ მას ჰქონდა არჩევნების პროცესში სამეგრელოს რეგიონი ჩაბარებული მისივე ინიციატივით, რასაც მე დავეთანხმე. აბსოლუტურად ყველგან წავაგეთ ჩვენ სამეგრელოში არჩევნების პროცესში. უსამართლო უწოდეს ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებმა დღეს გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და საპასუხოდ მათ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში მიღწეული წარმატებები დაასახელეს. თუ მას ესეთი შეხედულება გაუჩნდა, მე ამაში არ ვეთანხმები, მაგრამ წაგებული ზუგდიდის მერე სწორედ ამის მერე დანიშნა იგი თავის პრემიერ-მინისტრობის დროს თავდაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად. ასე რომ მე მგონია, რომ ეს განცხადებები ცოტა უსამართლოა. ირაკლი ალასანია ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრად იყო მოხსენიებული ევროკავშირის ნატოს ქვეყნების მიერ, ნატოს გენერალური მდივნის მიერ. პირველად მოხდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლის ორგანიზება. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდში თითქოს და ბიძინა ივანიშვილი კულუარებიდან მართავდეს ქვეყანას და ეს გავრცელებული ინფორმაცია მან დაუკავშირა ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა რჩევისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ნაციონალური მოძრაობისგან დაწყებული თემაა, როგორც იცით და ყველა მათგანი ამას აცხადებს. მე მათ სერიოზულად პრაქტიკულად აღარ ვღებულობ, დიდი ხანია და აღარ ვპასუხობ ესეთ უმეცარ გამონათქვამებს და მათთვის არასდროს არ მიპასუხნია. მსგავსი გამონათქვამი გააკეთა პრეზიდენტმა, მე მას უპასუხე მოკლედ. შემიძლია უპასუხო ირაკლი ალასანიასაც. კულისებიდან, როდესაც ვინმე მართავს სახელმწიფოს, მას უნდა ქონდეს ამის ბერკეტები. მე არავითარი ბერკეტი ამის არ გამაჩნია და ამის პრეცედენტი გახლდათ. პრეზიდენტი, რომელმაც არ მოისურვა თქვა ჩემთან ურთიერთობა და ეს ავტომატურად დასრულდა ყველაფრით. მე არავითარი ბერკეტი არ მაქვს უსუფაშვილი ან ღარიბაშვილი ან პარლამენტი მმართო. შეგიძლიათ გადახედოთ მის საჯარო განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი გაიბიჭა, იმიტომ რომ ორჯერ გამეორება არ ჭირდება. და შემდეგ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრის რეაქცია ივანიშვილის კრიტიკაზე, ხოლმე თვითონ რომ არ მოწევს ხოლმე საკუთარი განცხადებები, რომელსაც ივანიშვილი იქამდე გააკრიტიკებს და ჩვენზე არ არის, ჩვენ კომენტარი არ არის მან თვალის ამხელი ფაქტორი. ჟურნალისტებთან საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო და განცხადება გააკეთა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმაც გააკეთა. საბოლოოდ ვერც ერთი კანონი ვერ იქნება, ყველა კანონი განვითარებას საჭიროებს და ალბათ მომავალში კიდევ გვაქვს რომ ეს კანონიც დაიხვეწოს და საზოგადოება კიდევ უფრო დაწრანდეს, უფრო დაბალანსებული კანონი მივიღოთ, ამის საშუალება გვექნება. ნახევრად იუმორით გეტყვით, რომ კიდევ რაც ჰქონდა დიდი პოზიტივი ამ კანონპროექტის განხილვას რესპუბლიკელებმა და პრეზიდენტმა მოახერხეს და ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ახალი პროექტების ბევრი ვარიანტი წარმოგვიდგინეს. და ის შევარდნა, რაც ჩვენ გვქონდა ექსპორტთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენი ახალი ხელისუფლება, როდესაც მოვიდა 2 წლის განმავლობაში, საექსპორტო პოტენციალი საქართველოს გაიზარდა და ყველა მიმართულებით პრაქტიკულად ექსპორტი გაიზარდა. ერთადერთი ჩავარდნა, რაც გვქონდა ჩვენ, რეფორმების ექსპორტი ნაციონალური მოძრაობის შემდგომ პრაქტიკულად გაჩერებული იყო საქართველოში. რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით და ნაციონალები გვარწმუნებდნენ, რომ ამაზე ცხოვრობდა საქართველოს ამის. დღეს რესპუბლიკელებისა და პრეზიდენტის აქტიურობით ჩვენ შეგვიძლია ესეც ავინაზღაუროთ. პასუხისგებლობით უპასუხებ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დასმულ ყველა პოლიტიკურ შეკითხვას.
იქნება ეს დასმული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, თუ მაგალითად ბატონი კოჟორიძის მიერ, ან ბატონი გიგაურის მიერ, თუ იქნება პოლიტიკური შეკითხვები, მე ყოველთვის პასუხისგებლობით უპასუხებ და როდესაც ლაპარაკი არის თქვენ მიერ მოწოდებული ხუმრობის კომენტირებაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტში არ არის ამის დრო. დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ასევე უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა მათ წარმატება უსურვა. მე შეგახსენებთ, რომ ეს განცხადებები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და უკვე სამოქალაქო სექტორში გადასულმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას გააკეთა.